მოგესალმებით, თითოეულ მგლელთაგას უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, სამი სიტუაცია. რა მდგომარეობა ახლა ამ ეტაპზე, როგორ განვითარდება ეს სიტუაციები და რჩევა, რა თქმა უნდა, თქვენთვის და ვნახოთ დაახლოებით პერიოდი, როდის დასრულდება და როდის გადაწყდება ეს სიტუაცია თქვენთვის, ხო? მოკლედ, ნახოთ, მოგიწევთ აირჩიოთ, ან სამივე სიტუაცია ჩაიფიქროთ, ყოველ შემთხვევაში ის როგორ სურს, ხო? ნახოთ, სიტუაციები, რა სიტუაციები არის და როგორ განვითარდება და როგორ რჩევა ექნება სამყაროს თქვენთვის. რა თქმა უნდა, ვნახოთ რა პერიოდში გადაწყდება ეს ყოველივე. პირველი სიტუაცია, მე მგონი, მეორე სიტუაცია და მესამე სიტუაცია. რო გაგიმარტივოთ, უფრო წითელი სანთელი, მწვანე და მაგით იყოს ყვითელი და ყვითელი სანთელი. პირველი სიტუაცია, მეორე, მესამე, ხო? აირჩიეთ და ვნახოთ, რა სიტუაცია არის, როგორ განვითარდება და რა თქმა უნდა, რა პერიოდში გადაწყდება ესეთი ჩვეულებრივი დასტა, ვიპასუხებს დროის ფაქტორს, განგვისაზღვრავს რა, როგორ და რანაირად. იმედია ჩაიფიქრეთ, მე გადავდებ მესამე ვარიანტს, გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც წითელი სანთელი აირჩია, რა სიტუაციაში ახლა. სხვათა შორის ვერ ვიტყვი, რომ ცუდ სიტუაციაში, ძალიან სტაბილურ მდგომარეობაში არის, მოსწონს ის მდგომარეობა, როგორც ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ვარიანტის ადამიანებს ძალიან რაღაც სიახლეების მომენტებიც გექნებათ, ესე ვთქვათ, ახლა ამ ეტაპზე. ხო, რაღაც ახალი ამბები გაქვთ, ხო? აი რაღაც ახალ სიტუაციაში გადადიხართ. მე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანები მგონი ქორწინების წინაშე დგანან და რაღაც ახალ ცხოვრებას შეეჭიდნენ, ხო? რაღაც ახალი ემოციებით, ახალი გამოწყებით, აქ ვიტყოდი, რომ პირველ ვარიანტს არანაირი პრობლემა არ აქვს, თქო, შეიძლება ესეც ითქვას კიდევაც, იმიტომ რომ აქ ადამიანები აშკარად ძალიან კმაყოფილები არიან იმ მდგომარეობით, რომელიც მათ აქვთ. შეიძლება ითქვას, იცით რა არის მომენტი, როდესაც ხანდახან ჩვენ ვერ აღვიქვავთ ხოლმე იმ სტაბილურობა, რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და არის ხოლმე, როდესაც გვინდა, რომ კიდე რაღაც ცოტა სხვანაირად წავიდეს ყველაფერი, ხო? ყოველ შემთხვევაში ნამდვილად რაღაც ვიტყოდი, საკმაოდ კარგი ენერგიების მდგომარეობა არის აქ. სტაბილურ სიმშვიდეს მოიცავს ეს სიტუაცია, ხო, პირველი ვარიანტის. რა სიტუაციაში ხართ? კარგით, ნახოთ, აბა როგორ განვითარდება ეს სიტუაცია. როგორ განვითარდება ეს სიტუაცია? აქ რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება იყოს რაღაც პატარა სირთულეების მდგომარეობა. ნახეთ, რა სირთულეებზე აქ ლაპარაკი. მე ესე ვიტყოდი, რომ აქ პირველ ვარიანტი ახლა ნამდვილად არის რაღაც, შეიძლება იცით როგორი მომენტი არის პირველ ვარიანტთან, რომ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამდგარიყო მიწაზე, შეექმნა თავისი ოჯახი, შეექმნა თავის პირადი რაღაც სივრცე, მაგრამ წარსულის მომენტები, როგორც ჩანს, შეიძლება არ აქვს ჩახურული და ნახეთ რა მომენტი არის სირთულეები თითქოს არ არის ახლა ამ ეტაპზე რაღაც ესე რა ვთქვათ, მაგრამ გამოჩნდება რაღაც მდგომარეობა, რომელიც წარსულ ურთიერთობასთან მიმართებაში არის, რომელიც ცოტა გაართულებს სიტუაციას, შეიძლება ითქვას.
გაართულებს სიტუაციას, იმიტომ რომ შეიძლება მოგიწევთ აქ რაღაცნაირად ადამიანთან, როგორ ვთქვათ, აი ახსნა განმარტების მიცემა, ხო, რატომღაც ესეთი მომენტებიც არის. ხო, რაღაცა პატარა ჩიხის მდგომარეობაში ნამდვილად შედიხართ. შეიძლება ერთი მომენტი კიდე ის იყოს, რომ ნახეთ, გადავედით სტაბილურ ურთიერთობაში, გადავედით სტაბილურ სიტუაციაში, მაგრამ ეს სტაბილური სიტუაცია ჩვენთვის აღმოჩნდა უმოქმედობის მდგომარეობა, ხო? ნახეთ, უმოქმედობის მდგომარეობა ყველა ადამიანისთვის ცოტა ისეთი სხვადასხვანი არიან ადამიანები, რომელსაც პირიქით ძალიანაც მოსწონთ, როდესაც არ არიან ძალიან აქტიურ და ისეთ ფაზაში და სტაბილურობას ინარჩუნებენ და უმოქმედობის მდგომარეობაში არიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ეს უმოქმედობა და სტაბილურობა ძალიან დამანგრეველია, ხო, რაღაც ის უყვართ ზოგადად ქაოსი, ну ქაოსის დადებითად ქაოსი, თორე ხა ნეგატიური ქაოსი არავის არ უყვარს, ხო, რა თქმა უნდა. აქ იქნება ესეთი მომენტი, როდესაც ცოტა გაურკვევლობაში შეიძლება შეხვიდეთ, რომ სწორი იყო თუ არა ის ნაბიჯები, რომელიც გააკეთეთ, თქვა ამ სტაბილურობაში რომ შეხვედით, სწორი იყო თუ არა ის ქმედება, რომელიც მიიღეთ გადაწყვეტილება, ხო? აქ მოგიწევთ საკუთარი სივრცის დაცვა, აქ მოგიწევთ საკუთარი სურვილების დაცვაც, რატომღაც პატარა სირთულეების მდგომარეობა არის. შეიძლება ერთ მომენტი იყოს ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თვლის, რომ აი რაღაც არასწორად გამოიყენა ის მიცემული შანსი, რომელიც სამყაროს ახლა არასწორად შეხედა ყველაფერს და ნახეთ, ჯერ არ ქონდა დასრულებული, ჯერ არ ქონდა გაშვებული და მიიღო გადაწყვეტილება ისეთი, რომელიც თქვათ ურთიერთობას არ წაადგა, ხო, რაღაც ესეთი მომენტი აქ არის. ნახეთ, აბა კიდე რა მოხდება. ანუ აქ შინაგანი კონფლიქტების მომენტია. ნუ აშკარად როგორც ჩანს, შეიძლება ითქვას, რომ აი მე მართლა ესე ვხედავ ამას, რომ აი ჩემთვის ესეთი ასოცირება არის უბრალოდ, რომ ადამიანმა, რომელმაც მიიღო აი ამ ურთიერთობის თუ რაღაც სამსახურის შეცვლის მდგომარეობა თუ არა აქვს მნიშვნელობა და ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც ეხლა ამ ეტაპზე სტაბილურობა შეგიქმნათ, ხო, შეიძლება ითქვას ის მომენტი, რომ ეს სტაბილურობა თქვენთვის ცოტა ქაოსის მომტანიც აღმოჩნდეს, ხო, იმიტომ რომ აქ არის სირთულეების მდგომარეობა, აქ არის ცოტა რაღაცა სიმძიმის მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა პასუხისმგებლობები აიღო და ამ პასუხისმგებლობებისთვის შეიძლება არ იყო მზად, ხო, არ გათვალა და არ გაანალიზა და ამ პასუხისმგებლობების აღების შემდეგ გამოვიდა ის, რომ შევიდა ჩიხში, ხო, რაღაცნაირად დამძიმდა მისი სიტუაცია, ხო. აქ უკვე იწყებს ადამიანი აი ამ სირთულეების დაძლევას, ხო, ბრძოლას, ხო, იწყებს რაღაცნაირად თავის დაცვას, ხო. ნუ აქ თითქოს ეს შანსები აი საკუთარ თავში კონფლიქტების მდგომარეობა უფრო არის, მე ესე ვიტყოდი, აი საკუთარ თავთან კონფლიქტური სიტუაციები უფრო იქნება, რომ თქვათ რატო გააკეთეთ ეს ნაბიჯი, ხო, რატო გადადგით. კარგით, რა არის აქ გამოსავალი? ნუ რაღაცა კარგით გადადგით ეს ნაბიჯი, შეხვედით რაღაცა ურთიერთობაში, შეხვედით რაღაც სტაბილურობაში, ვიღაცამ შეიძლება ოჯახით შექმნა, თქვათ ვიღაცის ჯინსზე, ესეთი შემთხვევებიც არის ხოლმე. რა არის აბა აქ გამოსავალი? ემოციების კონტროლი და აი ნახეთ, ახალი მესმის, რომ გადადგით ნაბიჯი და წახვედით იქ, სადაც არ იცოდით როგორ იქნებოდა მდგომარეობა, ხო? მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან კარგი იქნება თუ ემოციებს გააკონტროლებთ და ის ნაბიჯები, რომელიც თქვენ გააკეთეთ, ამ ნაბიჯებს ძალიან ისეთი პასუხისმგებლობით მოექცევით, იმიტომ რომ თქვენ გექნებათ იმის საშუალება, რომ ყველაფერი სწორად მართოთ. ხო, შეიძლება ეხლა ამ ეტაპზე ესე რაღაცა პატარა განვითარება იყოს ცოტა ისეთი არასასიამოვნო, თუმცა თქვენ იქნებით ის ადამიანი, რომელიც შეძლებს სწორად განავითაროს. თავარია ძალიან ილუზიებში არ გადავარდეთ და თქვათ ნახეთ, თუ აქ ყოფილი ურთიერთობის მდგომარეობა გამოჩნდება და დაბრუნდება და განახლებას მოითხოვს, არ დაგაბნიოთ და არ წახვიდეთ იმ გზაზე, რომელიც უკვე ერთხელ გამოიარეთ
და თქვათ არც ისე კარგად გამოიარეთ, ხო, რაღაცა ხარ ადამიანი უცბად წყვიტავს გადაწყვეტილებას, უცბად იღებს, რომ გადადგას ძალიან მკვეთრი და მკვეთრი ცვლილებები გააკეთეს, ხო, აქ შესაბამისად, თქვათ ესე დაალაგებულად დავარცხნილი ურთიერთობა ან დავარცხნილი სამსახური არ იყო, ხო? ამიტომ არ შეგაშინოთ იმ გამოწვევებმა, რომელი გამოწვევების თქვენ გექნებათ. არ შეგაშინოთ იმ პრობლემებმა, რომელი პრობლემებიც წამოვა, თქვათ, ხო? პრობლემები პირობითად ვიძახეს. არ იქნება რაღაცა ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ძალიან მძიმე არკანებით ნამდვილად არ ამოსულა. ეს არის უბრალოდ ის მომენტი, როდესაც ცოტა რო ავირევით და დავიბნევით და აი რაღაცა თავიდან შესწავლის და მორგების მდგომარეობაში, როდესაც ვართ. აი ამიტომ აქ კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და აქ გამოსავალი ის არის, რომ საკუთარ ხელში როგორც აიღეთ სადავეები და გადადგით ნაბიჯები, ხო, ესე ბოლომდე არ გაუშვათ ეს სადავეები ხელთ, იმიტომ რომ ეს თქვენი თვის ძალიან კარგი და კეთილის მომტანი მდგომარეობა იქნება. უბრალოდ რაღაც შემაფერხებელი სიტუაციები, ხო, როდესაც ადამიანი კარგ სიტუაციაში გადადის, არის ხომ ესეთი მომენტი, როდესაც თითქოს ყველაფერი სპეციალურად ხდება, რომ ხელი შემშლელი ფაქტორი ანუ იმ სწორ გზას აცდეს, ხო? აი აქ რაღაც ეს მომენტი ჩანს, ამიტომ ილუზიებში არ წახვიდეთ, არ დაიბნეთ, არ გაჩერდეთ. კი, ძალიან ისეთი გაურკვეველი ნაბიჯები გააკეთეთ, შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს ნაბიჯები საბოლოო ჯამში როგორც ჩანს, თქვენთვის იქნება გამართლებული მაინც. ვნახოთ, როდის დასრულდება ეს ხაოსის მომენტი, რო გექნებათ, როდის დასრულდება. სხვათა შორის მომავალ თვეს ეს ყველაფერი უკვე ჩაივლის და დასრულდება, ნუ რაღაცა გარკვეული ალბათ ორკვირიანი, ერთთვიანი რაღაც ცოტა ესეთი მომენტები გექნებათ, როდესაც უბრალოდ უნდა გადალახოთ, ხო, აი რაღაც შეგუების და შესწავლის მდგომარეობა. ისე რომ არ შეგეშინდეთ, სულ რაღაც ერთი თვე დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ყველაფერს თავი გაართვათ, სულ რაღაც ერთი თვე დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაალაგოთ, ასე რომ მიყევით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეთ, მიყევით იმ გზას, რომელიც თქვენთვის სასიკეთოდ განვითარდება და არ გაუშვათ შანსები, რომელიც სამყაროსგან მოგეცემათ. კარგით, ჩვენიერი პირველი ვარიანტი. არ ინერვიულად და არ შეშინდეთ, გადავდეთ, მოვიფარებ თვალს. მეორე ვარიანტი. მე წვანე სანთელი ერჩია. ნახოთ, რა სიტუაციაში ხართ. თქვენ ახლა ხართ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები განახლებას ვიწყებთ, ხო? როდესაც არის განახლება, როდესაც ხდება თავიდან დაწყება სწავლის, როდესაც ხდება ეს რაღაცა აბიტურიენტის იყოს, ხო, რაღაცა სწავლობს, ხო? ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ, სწავლობს, ხო? აი ამბობენ ხოლმე, რომ სწავლას იბერემდეო და ნამდვილად მე მგონი ესეა ყოველ ჯერზე, ყველა სიტუაციაში არის ისეთი ნიუანსები, რომელიც გგონია, რომ ყველაფერი გვაქვს უკვე შესწავლილი და გაანალიზებული და გადაღეჭილი, აღმოჩნდება ესეთი მდგომარეობა, როდესაც რაღაცა კიდევ თურმე დაგვრჩენია შესასწავლის სიტუაცია. კარგით, ნახოთ, აბა კიდე რა ხდება თქვენთან. ხო, აი ნახეთ, დასრულება ხდება რაღაცა ისეთი სიტუაციების, რომელიც გტყენდათ გულს, რომელიც იყო სირთულე თქვენთვის, ხო? აი ნახეთ, თქვენ იწყებთ სწავლას ახალი ეტაპის. ნახეთ, თქვენ ცხოვრებაში მოხდა რაღაცა ცოტა ისეთი პროცესები, გრევის პროცესებს რო ვეძახით, რაღაც ცვლილებების მდგომარეობა, ხო, მაინდა-მაინც გრევა ცოტა სიტყვის არის, სიტყვა არის, ნუ ცვლილებების მდგომარეობა, რომელიც თქვენ და დაუკითხავთ, თქვენ და შეუთანხმებლად ხდება, ხო, ესეთი მომენტებიც ხო არის, აი ჩვენ არავინ არ გვითანხმებს რაღაც ისე უეცრად ხდება, ხო, აი უეცრად მომხდარი მოვლენები, რომლებმაც ცვლილებები განახორციელეს, თქვენთან არის კი სიმძიმის მდგომარეობა, არის რაღაცა პასუხისმგებლობების მდგომარეობა, არის ცოტა ისეთი შეგაფიქრებთ კიდევ ეს, ნუ აი აღარ შემიძლია მე ამას ვერ გადავლახავ,
მაგრამ იწყებთ შესწავლას, შეგუებას და აი ამ ვითარების ნახეთ გაანალიზებას, ხო, აი მოხდა, ვერაფერს ვერ ვცვლით. არის ხო ესეთი მომენტი, როდესაც ვერაფერს ვერ ვცვლით, ფაქტია, უნდა შევეგუოთ სიტუაციას, ხო? მივიღოთ მიმღებლობა დავიწყოთ, ხო? მივიღოთ ის ყველაფერი ისე, როგორც არის. ანუ ვერანაირად ვერ მოვახერხებთ ახლა რომ რაღაცა უცბად ყველაფერი გამოვასწოროთ, ну არის ისეთი მომენტები, როდესაც რაღაცას ვერ ვასწორებთ, ისეთი დანაკარგებიც გვაქვს, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ რომ გამოვასწოროთ, ისეთი მდგომარეობები, მაგრამ უნდა ვისწავლოთ შეგუება, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი არის, ხო, ახლა ყველა კარგად გამყოფოთ, ყველა კარგად გიმყოფოთ ოჯახის წევრები, ახლა ესე პირდაპირ ვიტყვი რომ მამაჩემს უკვე მეორე ფეხით მოვკვეთე და მოვკვეთე რა საჭიროება მოითხოვა და ადამიანი უნდა ვისწავლო მასთან ერთად როგორ უნდა ვიცხოვროთ, თქვათ, აი ამ მდგომარეობაში, ხო? აი ესეთი მომენტებიც ხო ხდება, ასე რომ აი მინდა არ მინდა მოხდა, შესაბამისად ვიწყებ სწავლას იმასთან მიმართებაში, როგორ უნდა ვიყოთ ესე, ხო, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. აი ეს პროცესი არის ახლა თქვენთანაც როგორც ჩანს. ვისწავლოთ. ნამდვილად სწავლა სიგარამდე და ძალიან კარგი არის სწავლოთ, თუმცა კარგი რაღაცების სწავლა კარგი. როგორ განვითარდება ეს სიტუაცია თქვენთვის? როგორ განვითარდება ეს სიტუაცია? აი, თქვენთვის როგორ განვითარდება ეს სიტუაცია? ნახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალუც ყველაფერს გაუძლოსო, რომ იტყვიან, ნამდვილად თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა პასუხისმგებლობის, ყველა სიტუაციის სწორი გაანალიზება, სწორი გააზრება, სწორი მიმართულების მიცემა და იმპერატრიცა არ არის ისეთი როგორ თქვა, სუსტი არკანი, ხო? ეს არის ძალიან ისეთი ძლიერი ქალის, ხო? ძლიერი დედის, ძლიერი ადამიანის, ძლიერი მეგობრის, ძლიერი, აი ეს არის არკანი, როდესაც ქალში მე ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში, ესე ვხედავ, ეს არის არკანი, როდესაც ქალს აქვს განვითარებული არა მარტო ქალური ენერგიები, არამედ მამაკაცური ენერგიებიც და უშიშარია, ხვდებით? მას შეუძლია მართოს ყველაფერი სწორად, ხო? ანუ რა როგორ განვითარდება, თქვენ აუცილებლად განავითარებთ და აუცილებლად განავითარებთ დადებითად, ანუ შეისწავლეთ სწორად და გააკეთებთ ყველაფერს სწორად. თქვენ გეყოლებათ გვერდში ადამიანი, საკმაოდ გონიერი, საკმაოდ ისეთი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც მოგეხმარებათ თითოეული ქმედების, თითოეული მდგომარეობის ნამდვილად გაანალიზებაში, გადაწყვეტილების მიღებაში და მოქმედებაში. თქვენს გვერდით იქნება დამხმარე ადამიანი, რომელიც მოახერხებს თქვენს, ნახეთ, აი ამ შეგუების მერე განგაცდევინოთ ტრანსფორმაცია. ნახეთ, არის ხო ხა ესეთი მომენტი, კი, ძლიერი ვარ, კი, თქვათ, რაღაცა ფსიქიკა არ მაქვს სუსტი, მაგრამ ნახეთ, ყველა ადამიანები ვართ, ხო, რაღაც ესეთი მომენტი და ნუ ხა ხანდახან არის, რომ ძლიერ ადამიანებსაც ცრემლი მოსდით, ხო, რაღაცა აი თქვენ გეყოლებათ გვერდში ის ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ამ ყოველფრის გადალახვაში, აი ამ ტრანსფორმაციას, რომელსაც ეხლა თქვენ გადიხართ და გაივლით, ხო? აი ამ ყოველფრის მდგომარეობაში ნამდვილად ძალიან კარგად დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მოგაწვით თქვენ ყველანაირი ინფორმაციას, მოგისმენთ, გაანალიზებთ თქვენთან ერთად იმოქმედებთ, თქვენთან ერთად წამოვათ, თქვენთან ერთად იტირებთ, თქვენთან ერთად იჭუბებთ, თქვენ, ანუ გექნებათ ეს მომენტი, ხო? ის მდგომარეობა აქ პატარა იცით რა არის, აი აქ რაღაც მომენტში ესე ვიტყვი, რომ ცოტა შეიძლება რაღაცა ტკივილის მდგომარეობა კიდევ ერთხელ იყოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არ იჭუბოთ სამყაროსთან. ნახეთ, როდესაც ხდება შეგუების პროცესი, როდესაც ხდება
ტრანსფორმაციის პროცესი ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, ეს არ არის მარტივი პროცესი, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცვლილება უნდა გააკეთოს ადამიანმა თავის ცხოვრების, ხო, თავისი გეგმების, თავისი ნაბიჯების. აქედან გამომდინარე, ეს სამართლიანად ხდება, ხა რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში, რატომღაც ესე ჩანს, შეიძლება ითქვას, ეს საჭიროება იყო იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად დამდგარიყო. ამიტომ სამყაროს მოეჩხუბებით იმის გამო, რომ მესი არ უსაყვედუროთ, არ უსაყვედუროთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგი ენერგიები გაქვთ, ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ, ამიტომ სამყარომ და უკეთესად იცის, რა გამოწვევა უნდა გააკეთოს, ხო, რა გამოწვევა უნდა გქონდეს, როგორ განვითარდება კიდე. გამოხვალთ ამ სიტუაციიდან თქვენ აუცილებლად გამოხვალთ, აუცილებლად მიიღებთ გამარჯვებას, აუცილებლად გექნებათ სტაბილურობა. თქვენ შეძლებთ ამ ყველაფრის დაძლევას და ტრანსფორმაციას ნამდვილად, ასე რომ განვითარება როგორც ასეთი, ხო, ყველაფერი დამოკიდებულია ამ ეტაპზე თქვენზე, თქვენ რამდენად იქნებით მიმღებლობას რამდენად გააკეთებთ ამ ყველაფერთან. ხო, არის მომენტი, როდესაც ადამიანებს არ გვინდა რაღაცის მიღება და პირიქით უფრო ჯანმრთელდება სიტუაციები, უფრო პრობლემატური ხდება სიტუაციები, უფრო იწყელება დროში, ხო, რაღაცნაირად აღარ აქვს დასასრული და თითქოს ყველა ერთ პრობლემას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე. ეს არის ხოლმე გამოწვეული ესეთი რაღაც მომენტები, როდესაც ადამიანები არ ვიღებთ რაღაცნაირად, ხო, სამყარო რაღაცას რო გვაძლევს, უნდა მივიღოთ და იმ მიღებით უნდა ვისწავლოთ. ის ტყუილად არ არის ჩვენთვის, ხო, ის არის იმიტომ, რომ იმ მდგომარეობიდან რაღაცა სასიკეთო გამოვიტანოთ ჩვენი თავისთვის, ხო, ჩვენი მომავალი ურთიერთობები იქნება ეს პირადი თუ რაღაცა სამსახურობრივი მდგომარეობა, ხო, ყველაფერთან მიმართებაში ეს მოგვეცა იმისთვის და მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმისთვის, რომ მოგვეცა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვისწავლოთ. თქვენ გამოვხვალთ ამ სიტუაციიდან აუცილებლად გამარჯვებული თან. კი, ტკივილები იქნება ტრანსფორმაციის მდგომარეობის პერიოდში, მაგრამ კიდევ ერთხელ გონებით აუცილებლად გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. კარგით, მაინც ნახოთ გამოსავალი რა არის ამ ყველაფრიდან. გამოსავალი რა არის ამ ყველაფრიდან. ხო, ნახეთ, მორჩა ომი, დამთავრდა ბრძოლა, დამთავრდა რაღაცა სიტუაცია, შეიძლება წაგებულიც ვართ, შეიძლება რაღაც ისე არ არის როგორც გვინდა, ხო, მაგრამ ნახეთ, ამ წაგებამ არ უნდა შეზღუდოს თქვენი როგორ ვთქვათ, გონების მდგომარეობა, რითაც ვერ შეძლებთ ახალი პერსპექტივების წარმოქმნას, ხო? ნუ პირადი ურთიერთობა, ანუ ახლა არ თავდება ერთი ადამიანით, ხო? არსებობენ ადამიანები და სამყაროში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიყვარულს თესავენ და ბედნიერებას აძლევენ ადამიანს, თუ პირადი ურთიერთობის მომენტი არის. თუ კარიერული კუთხე არის, ხო, ახალი სამსახური მოწმ, ნახეთ, გამოსავალი აქ არის ის, რომ ახალი პერსპექტიული სიტუაციები და პერსპექტივები გამოძებნოთ ვითარებაში, ხო, თქვენ რა არის? ხო, ინფორმაციული ვაკუუმი არ გქონდეთ, აუცილებლად კიდევ უფრო მეტად ეცადოთ, რომ განვითარდეთ, არ მიეჯაჭვოთ იმ სიტუაციას და იმ მდგომარეობას, რომელიც ახლა გაქვთ, ანუ არ აყბეთ იმ როგორც ვთქვათ, იმ პრობლემების და იმ ტალღას, რომელსაც ქვია რაღაცა სულიერი ტკივილების მომენტი, მე ესე ვუწოდებდი ამ ყველაფერს და თქვენი მიზნებს არ გადაუხვიოთ, თქვენს პრინციპებს არ გადაუხვიოთ, ხო? აი ნახეთ, ვთქვათ, მაგალითად ვიღაცას აქვს მინის ყიდვა, ვთქვათ, დაგეგმილი, ხო? და მოხდა ისე, რომ სამსახურთან მიმართებაში შეგექმნათ პრობლემა. არ ჩამოყაროთ, ანუ არ დანებდეთ ამას, მოძებნეთ უკეთესი სამსახური გამოჩნდება თქვენთვის, უკეთესი ანაზღაურებით, რომ უფრო მალე მოაგვაროთ ეს და უფრო მალე შეძლოთ, ხო, ალტერნატიული მდგომარეობების, ალტერნატიული ვითარებების შექმნით მოიძიეთ და არ შეგეშინდეთ იმის, რომ თქვენ მიზნებს რაღაცა პრობლემა შეექმნება. შეიძლება ეხლა რაღაცა ცოტა დაპაუზდა და ცოტა სირთულეა, მაგრამ როგორც კი თქვენ ამის მიმღებლობას დაიწყებთ და როგორც კი თქვენ მიიღებთ, რომ ეს არის და ეხლა მე ამასთან ერთად უნდა
ვიცხოვრო და გამოვასწორო ყველაფერი, ხო, ყველაფერი გამოსწორებადი, ასე რომ წინ უნდა იაროთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებმა და ნახოთ დაახლოებით რა პერიოდში დამთავრდება ეს რაღაცა ცოტა ქაოსური პერიოდი თქვენთვის. ნახოთ აბა რა პერიოდი დასჭირდება, რა პერიოდში დამთავრდება ეს ქაოსური. სადღაც დეკემბრის თვეში მესმის რომ ძალიან ბევრია დეკემბრამდე, მაგრამ დეკემბრის თვეში თქვენთვის დასრულდება ეს ქაოსური პერიოდი, მოგვარდება ყველაფერი, როგორც ჩანს, ნახეთ, მიმღებლობის მდგომარეობას ალბათ გაჭიანურდება, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ეს ახალი მომხდარი პროცესებია და მდგომარეობა ცოტა ესეთი ჯერ შეიძლება ითქვას, რომ ხართ რაღაც აფექტის მდგომარეობაშიც და რაღაცა გაოგნებული მდგომარეობაში, ხო, აი რა თავზარდაცემულებია რა არის ამბობენ ხოლმე, ხო, რა მოხდა თქვენთანაც გაურკვეველი მომენტები გაქვთ და ერკვევით ამ ყველაფერში და მოკლედ დეკემბრამდე მოგიწევთ აი ამ რაღაცების გადალაგება, დალაგება, გაანალიზება, გააზრება და შემდეგ უკვე თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად წამოვა მეტი და ბევრი სიკეთეები. მოკლედ მეორე ვარიანტიც გადავდოთ გვერდზე და ვნახოთ მესამე ვარიანტი რას გვეტყვის. მესამე ვარიანტი ვინც აირჩია ხუთელის ხანთელი რა ხდება. აი თქვენ ხართ გაურკვევლობაში, არც იქეთ ხართ, არც აქეთ ხართ, არ იცით რა გინდათ, მე მგონი თქვენ თვითონ. აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანები ჯერ ვერ არიან ჩამოყალიბებული რა მომენტი არის მის ცხოვრებაში, ხო, თუ ურთიერთობა არის პირადი ურთიერთობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ვერ გაგიგიათ, რას გეკმავს, სად მიდის, სად მოდის, რატომ მოდის, ან საერთოდ რა უნდა თქვენი ურთიერთობიდან, თუ სამსახურებრივი მდგომარეობა, ახაც გადახვიდეთ, არ გადახვიდეთ, მოგიმატებენ ხელფას, არ მოგიმატებენ, რა პოზიცია დაიჭიროთ, ანუ ეხლა ამ ეტაპზე ხართ რაღაც ესეთი გაურკვეველი სიტუაციის, ხო, დაბალანსების მდგომარეობის სიტუაცია. ანუ აქ რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ცოტა აფექტურ მდგომარეობაში, ცოტა გაბრაზებულ მდგომარეობაში, ცოტა საკუთარ თავთან ბრძოლებშიც და ერთი ის მომენტი არის კიდე, რომ აქ შესაძლებელია ადამიანებს ჰქონდეს რაღაცა ცოტათი პატარა ნეგატიური მდგომარეობაც და მაგის არგანიდან მოხდა ხო, აი აქ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს ჰქონდათ ნეგატიური მდგომარეობა, ანუ ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და არის კიდე მეორე მომენტი, როდესაც ადამიანები მანიპულატორული სიტუაციების ქვეშ არიან, ხო, როდესაც მაინდა-მაინც ესე პირდაპირ ვინმე რამეს არ აკეთებს, მაგრამ მანიპულატორული მდგომარეობა გვაქვს, გვაშანტაჟებენ, ხო, და შანტაჟიდან როგორც თუ წახვალ ჩემი ცხოვრებიდან მე თავ ჩამოვიხშობ, მოვიკლავ, ამას ვიზავ, იმას ვიზავ, მიყვარ ხარ და ასე შემდეგ არის ესეთი მდგომარეობები ხოლმე. ან სამსახურის სიტუაციაში თუ წახვალ იცოდე ისტორიას გაგიფუჭებ, ამას ვიზავ, იმას. ბევრნაირად არის ხოლმე სიტუაციები. ყოველ შემთხვევაში მესამე ვარიანტი ვიტყვი, რომ ეხა ხართ გაურკვევლობაში, რა გააკეთოთ საკუთარ თავთან, რაზიც გაქვთ და პლუს მაგას არის რაღაცა ზემოქმედება, ეს არის შეიძლება მანიპულატორული მომენტები და შესაძლებელია, რომ ნეგატიური ზემოქმედებაც, ხო, ყველასთან ნამდვილად ერთი და იგივე ვერ იქნება, საჯაროა გასვლა გვახსოვდეს. კარგით, ნახოთ, როგორ განვითარდება ეს სიტუაციები. ეს სიტუაციები როგორ განვითარდება და თქვენ ამ ყველაფრისგან განთავისუფლდებით. შეიძლება ითქვას, რომ აქ რაღაცა კარმული მდგომარეობასაც გადიხართ, როგორც ჩანს. ხო, აქ თქვენ საკმაოდ კარმული პერიოდი გიდგათ, მესამე ვარიანტი. ასე რომ ეხლა თქვენ არ უნდა დაუშვათ, არ ვიცი სასწაული. მესამე მაღალი არკანი. ხო, აქ არ უნდა დაუშვათ არანაირი შეცდომა, აქ არ უნდა დაუშვათ არანაირი ესეთი გაუანალიზებელი და გაუაზრებელი ნაბიჯები. თქვენ აქ უნდა იმოქმედოთ, თქვენ აქ უნდა
სწორად განსაზღვროთ, უნდა გამოიყენოთ თქვენი ყველა გამოცდილება, თქვენი ყველა წაკითხული წიგნი, თქვენი ყველა ცხოვრებისეული მაგალითი და არა მარტო თქვენი, არამედ მეზობლების, მეგობრების ნათესავის, აი თუ კი სადმე რაიმე გაგიგიათ და გსმენიათ, ყველაფრის გადაანალიზება უნდა მოხდეს. ნახეთ, როგორ განვითარდება ეს სიტუაცია. განვითარდება ძალიან სამართლიანად. თქვენ შეძლებთ ამ სიტუაციიდან დახსნას, თქვენ შეძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. თქვენ შეძლებთ, აქ შესაძლებელია ვიღაცებმა თქვათ მიმართონ, ხო, თქვათ წმენდის რიტუალებს მიმართონ რაღაცა გასუფთავების მდგომარეობას, ხო, თქვენ მოახერხებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ერთადერთი მომენტი არის ის მომენტი, რომ აი აქ არ გქონდეთ რაღაცა პატარ-პატარა ცდუნებების მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ხო, ცდუნებების მდგომარეობა რა არის? როდესაც ადამიანები თქვათ ამ შიშებიდან გამომდინარე არ რისკავენ და არ დგავენ აბიჭებს, ხო? აი მე ესე ვიტყოდი. ეშინიათ, თქვათ, ეშინიათ წმენდის რიტუალების, იმიტომ რომ არის ხო რაღაც აი მე ის როგორ იქნება, ეს როგორ იქნება, არაფერი არ იქნება, თუ სწორად მიხვალთ სწორ პრაქტიკასთან, ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი საშიში ამაში არ არის, ხო? ჩვეულებრივად უნდა აგიხსნათ პრაქტიკოსმა, რას აკეთებს, რატო აკეთებს, როგორ აკეთებს და შესაბამისად მიიღოთ ისე გადაწყვეტილება, ხო? ყოველ შემთხვევაში არის მომენტი, როდესაც დაგასწროთ თუნდაც პრაქტიკას, როცა აკეთებს წმენდის რიტუალს. თქვენ გექნებათ განთავისუფლება, თქვენ გექნებათ სამყაროსგანაც იმის საშუალება, რომ გაიწმინდეთ, ხო? ყველასთან სხვადასხვა მომენტი არის. ნახეთ, ახლა თქვენ შეიძლება ესე ვერ გაიწმინდეთ, ხო, თუ მაგიური ზემოქმედება, მაგრამ თუ манипуляტორული მდგომარეობაა, ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაიწმინდოთ, უბრალოდ ის ადამიანები ჩაიხსნათ და ყველაფერი დამთავრებულია, ხო? ანუ არ წამოეგოთ მათ манипуляტორულ მდგომარეობას. აი ეს არის აქ განვითარების მდგომარეობა. ძალიან საკმაოდ საინტერესოდ მიდის. თუმცა თქვენ გექნებათ რაღაცა გაურკვევლობის მომენტი, მაგრამ ნახეთ, არ ვიცი, მე აქ აშკარად ძალიან ისეთი კარმული მდგომარეობა, საერთოდ თქოს ეს არის მდგომარეობა, როდესაც გგონიათ, რომ არაფერი არ გამოდის, არაფერი არ იქნება, მაგრამ სამყარო აი ამ ყველაფერს ნამდვილად იმიტომ აკეთებს, თითქოს აი რაღაც ეს პერიოდი თქვენთვის იქნება ისეთი გამოფხიზლების პერიოდი, ცხოვრების შანსების პერიოდი, გაახლების პერიოდი, ემოციური, ფინანსური, გონებრივი, აი ყველანაირი განახლების პერიოდი გექნებათ. საკმაოდ კარგად წავა ეს მდგომარეობა, უბრალოდ აქ მთავარი ერთადერთი არის ის ცდუნებები, რომ არ შეიტანოთ ეჭვი, ვაიმე კიდე, აი ნახეთ რა მომენტიც გაქვთ ეხლა, რომ ხართ ესეთი გავაკეთო, არ გავაკეთო, მერეც იგივე მომენტი არ ქონდეთ, როდესაც პროცესებს დაიწყებთ, ხო? არ ქონდეთ რაღაცა ეს სიტუაცია. კარგით, მოდით აბა ახლა ვნახოთ ჩვენ რა დაგეხმარებათ ამ სიტუაციიდან გამოსვლაში. მყარა დადექით მიწაზე და გქონდეთ საკუთარი თავისი იმედი, აი ეს არის ჩაუფიქრეთ, ნუ გეშინიათ სიმარტოვის, ნუ გეშინიათ, აი ხშირად მქონია ესეთი შემთხვევა, რომ იცი რა მე მეშინია სიმარტოვის და მე მარტო დავრჩე და რაღაც, არა, მეგობრებო, მარტო არავინ არ რჩებით, ღმერთი ჩვენთან არის, როგორ შეიძლება რომ მარტო დარჩე, არ არსებულია რომ მარტო დარჩეთ, არავინ არ დახტოვეთ მარტო, მაგრამ ის რომ იყოთ ისეთი ადამიანების გვერდით, რომელიც წურბელასავით ერთი სული აქ როდის დაგცლით სისხლიდან და როდის თქვენს წყობილებიდან გამოგიყვანთ და უბრალოდ ჩემს გვერდზე ადამიანები არიან და სათვალავის მდგომარეობა მქონდეს ადამიანებს, აი ეს გადალახეთ. აი აქ გჭირდებათ ამ ყველაფრის გადალახვა, ხო, საკუთარ თავთან გჭირდებათ მეტი პასუხისმგებლობა, ხო? საკუთარი თავი დაიცავით, საკუთარი სტაბილურობა დაიცავით, ნუ შეგეშინდებათ, ნუ ეცადეთ, რომ იყოთ საკუთარი თავით კმაყოფილი და გქონდეთ თქვენი თავის იმედი და გააკეთეთ ბარიერები, თუნდაც პატარ-პატარა ბარიერი, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გაანალიზება გაკეთოთ. უბრალოდ ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, აი ავიღოთ
კონკრეტული ადამიანი, ხო, ვიღაც მეგობარი არ აქვს, რომ რაღაც ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი არ აქვს. და თქვენი პრობლემის მდგომარეობად უთხარით, ხო? როდესაც ადამიანი ერთხელ მოგიხურავთ კარს, მეორედ, მესამედ და თქვენ ამბობთ იმას, რომ იცით რა, მარტო ხო არ დავრჩები, იმიტომ რომ ის ჩემი ახლობელია, ის არ არის თქვენი ახლობელი. ამიტომ კარგად გადახედეთ ყველაფერს, გაანალიზეთ, როდის, როგორ, რანაირად მოხდა ისეთი სიტუაციები, რითაც თქვენ გული გედგინათ აი ამ ხალხთან, აი ამ ადამიანებთან, აი ამ გარემოებებთან შექმენით ის ბარიერები, რომელიც დაიცავს თქვენს, ესე ვთქვათ, სიმშვიდეს, ხო, ცოტა მეტად დადექით მყარად მიწაზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლობა ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინეთ საკუთარ თავთან მიმართებაში. მეტი გაანალიზება გჭირდებათ. აქ სამყაროს პროცესების ჩართული არის, აქ მარტო ნამდვილად არ ხართ, აქ კარმული მომენტებიც არის, რომელიც დასახურია და დასასრულებელია, ამიტომ საკმაოდ ესეთი საინტერესოდ განვითარდება თქვენი სიტუაციები, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ ეს არის შანსი თქვენთვის, შანსი იმის, რომ ახალი და საინტერესო ცხოვრება დაიწყოთ და როდის დასრულდება ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი დასრულდება ნოემბერში, ნოემბრამდე მოგიწევთ ბევრ რაღაცის განთავისუფლება, ბევრი სიტუაციებიდან განთავისუფლება, გაანალიზება, გადაანალიზება და თქვენ აუცილებლად მიიღებთ იმ სტაბილურობას, იმ სიმშვიდეს, იმ სიტუაციას, რომელიც მნიშვნელოვანია, ხო? ნუ შესაძლებელია კიდე ვამბობ, რომ ნეგატიური ზემოქმედების მდგომარეობით ვინც იქნებით, მიმართავთ პრაქტიკოსებს და ასე შემდეგ და შეიძლება ანუ ესე ვთქვათ, შეიძლება ესე უცბად არ მიმართოთ, დააკვირდეთ, მოусმინოთ სხვადასხვა ტაროლოგს, სხვადასხვა პრაქტიკოსს და საბოლოო ჯამში რაღაც მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ნუ ხო, კაი, მე ვსიო, ამას ყველაფერს ვაკეთებ, თავს ვადგავ, ვამთავრებ ჩემს აი მდგომარეობას, ან კიდევ თუ რაღაც ესე კონკრეტულ манипуляტორულ სიტუაციაში ხართ, ნუ ვსიო, მე რაღაც გადავდე ის თანხა, რომელიც მჭირდება 1-2 თვე, რომ ვთქვათ, სანამ სამსახურს ვიშოვი და აღარ მინდა ეს სამსახური, ხო, სადაც ძალით მეჩერებენ, ან ურთიერთობა მიიღებთ გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი დასრულდება თქვენთვის ნოემბერში. აი ესეთი გამოვიდა მესამე ვარიანტიც. მე გისურვებთ ბედნიერებას, გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესოს პირადი გაშლებისთვის. და იცით, რომ მე პრაქტიკებსაც ვატარებ, ანუ რიტუალებისთვის და პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ ნომერზე, რომელსაც აუცილებლად დაგიტოვებთ ვიდეოს ქვემოთ. დროებით.